თეოც შემოგვიერთდა და ვფიქრობ, რომ იმ თეოსთან სულ საინტერესო რომელიც დრო უცებ გარბის ხოლმე. ხო, ყველა ოჯახში ესეთი გულდასმით უნდა მოვეკიდოთ ხოლმე ამ ამბავს. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, აქვე წარვადგენ ჩვენ სტუმარს, ბესოჭიყვარია, ფსიქოლოგია დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარი და ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე. ბავშვობის მოგონებებში ცოტა უნდა გამოგზაუროთ. ალბათ ყველაზე ტკბილი მოგონებები ხშირად აი უბრალო მომენტებს უკავშირდება, იქნება ეს თამაში, გასეირნება იმ წუთებს, რომლებსაც ჩვენს მშობლებთან ერთად ვატარებთ. დედა თითქოს ბუნებრივი ყოველდღიურობაა, ისევე როგორც მასთან ერთად გამოგონილი აქტივობები, მამები კი მათი სოციალური როლებიდან გამომდინარე შედარებიდან გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ შვილებთან ყოფნას. ამასთან საზოგადოებაში არსებობს დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანი ვერ ეხება და ვერ ამსხვრევს. სხვათა შორის 2025 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა ძალიან საინტერესო ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე მონაცემს გაგაცნობთ მე ამ კვლევიდან. საქართველოში გამოკითხული კაცების უმრავლესობა და ეს არის 62.9% აცხადებს, რომ ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვაში ხშირად არის ჩართული. 57% არ ეთანხმება აზრს, რომ დეკრეტში გასვლა მამაკაცის სისუსტე შეიძლება იყოს. კიდევ უფრო მეტიც 58% დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი სამსახურში მათ ავტორიტეტს არ აზიანებს, თუმცა მონაცემები თაობათა მიხედვით ერთმანეთისგან მაინც განსხვავებულია. 18-29 წლის კაცების მხოლოდ 28% აღიქვამს დეკრეტში გასვლას სისუსტეს, მაშინ როცა 55 წელს ზემოთ თაობაში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. დღეს ვსაუბრობთ და ვსწავლობთ იმას, თუ რას ნიშნავს შვილისთვის მამასთან გატარებული დრო, როგორ ცვლის ბავშვის ცხოვრებას. წუთები, რომლებიც შეიძლება ჩვენ ზრდასრულებს არც კი გვახსოვდეს რაღაც დროის გასვლის მერე, მაგრამ მათ მეხსიერებაში მთელი ცხოვრება რჩება. ბესოჭიყვარია, კიდევ ერთხელ უნდა წარმოუდგინოთ ჩვენს მაყურებელს. ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა ის არის, რას აძლევს ბავშვს მამასთან გატარებული დრო და რაც უფრო ვიზრდებით ეს მშობლებზე მიჯაჭვულობა ხომ უფრო იკლებს და მეტად უფრო დამოუკიდებლები ხდებით. მოდი ვისაუბროთ იმ ასაკზე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ როდესაც ბავშვი იბადება, დაბადებიდან 3 წლამდე პერიოდი არის მიჯაჭვულობის აქტიური ფაზა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება მიჯაჭვული იყოს ერთ-ერთ მშობელზე და ეს მშობელი მისთვის აღიქმება, ან ორივე მშობელი აღიქმება უსაფრთხო ათვლის წერტილად და სამყაროს შეცნობას, სამყაროს ასე ვთქვათ აღქმას და სამყაროს გაფართოებას იწყებს მშობლიდან გამომდინარე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი იყოს თანაბრად ჩართული ამ პროცესში. სოციალური როლებიდან გამომდინარე ჩვენს კულტურაში თითქოს ითვლება, რომ ზრუნვის ასე ვთქვათ ძირითადი ნაწილი დედაზე გადადის და მამა უფრო მეტად ასე ვთქვათ თანაა ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ეგ რეალურად ეგრე არ არის. მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმიდან გამომდინარე, რომ ბავშვი, როდესაც იბადება, ის თითქოს ერთ შეხედვით სუფთა დაფაა, მას რამოდენიმე ბაზისური რეფლექსია აქვს. დანარჩენს ასე ვთქვათ, გაადამიანების სოციალიზაციის პროცესში აღიქვამს და სწავლობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სწორი მოდელები სოციალური როლის, როგორია თქვათ მამაკაცის, მამის მოდელი, როგორია დედის, თქვათ ქალბატონის მოდელი. ამიტომ გამომდინარე, თუ მამა არ არის ჩართული ამ პროცესში, ეს ძალიან ართულებს იმას, რომ თვითონ ჩამოაყალიბოს, ასე ვთქვათ, ქაოტურად მიმდინარეობს ამ როლის აღქმის პროცესი და ეს პროცესი 3 წლამდე ახსენეთ. 3 წლამდე ბავშვს უყალიბდება, ვთქვათ, ეს განწყობების შთაბეჭდილებები ძირითადი მიჯაჭვულობის ნაწილში არის გადამწყვეტი დაბადებიდან 3 წლამდე პერიოდი, თუმცა ძირითადი შეხედულებები, ძირითადი ასე ვთქვათ, ის სქემები, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს გავლენას, 6 წლამდე ასაკში ყალიბდება. რაც შემდეგ უკვე აფორმირებს ადამიანს და ამის ასე ვთქვათ, გაშლა ხდება მომდევნო ასაკებში. აი, მედი ამ ჩამოყალიბებული აზრის, თქვათ, იმ შემთხვევაში თუ ნეგატიურია გამოცდილება, რომელსაც არავის არ უსურვებ, თქვათ, 6 წლის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ თქვათ, ეს სურათი შეიცვალოს, ან მისი აღქმები ამ საკითხების მიმართ. როდესაც, ასე ვთქვათ, ნეგატიური გამოცდილება არის ადრეულ ბავშვობის ასაკში, ხშირად განსაზღვრავს შემდეგ უკვე მოზარდობაში ან ზრდასრულობაში იმას, რომ რაღაც ტიპის სირთულეები ვითარდება ადამიანის ცხოვრებაში. თუნდაც მამის როლზე, როდესაც ვსაუბრობთ, გოგონებისთვის მამის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიდან გამომდინარე, რომ თუ ის რა მოდელი ქონდა მამას, შემდეგ გავლენას ახდენს პარტნიორის არჩევაზე და ეს ძალიან, ასე ვთქვათ, სენსიტიური საკითხია.
არასწორი მოდელი განსაზღვრავს, რომ შემდეგ არასწორად შეიძლება აღვიქვამე მოცემული სიტუაციები და ჩემი ქცევა იყოს დიზადაპტური გარემოში. რაც შეეხება გამოსწორების ნაწილს, რაც თქვენ ახსენეთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესი, შესაძლებელია რაღაც ასე ვთქვათ, დაბალანსება მისი პოზიტიური გამოცდილებით, თუმცა რიგ შემთხვევაში ეს ყოველთვის ჩვენთან რჩება ნეგატიური გამოცდილება ბავშვობის ასაკში. და იმ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ, მამა იმ დოზით ვერ არის ჩართული მცირეწლოვანი ბავშვის ცხოვრებაში, არსებობს ადამიანი, ვინც მას ჩაანაცვლებს, აი მაგალითად შეიძლება ეს იყოს ბაბუა. დედებზეც ხდება ხოლმე ასე, აი მაგალითად თუ ცუდი გამოცდილება, მაგრამ ემიგრაციაში მოუწია რომელიმე მშობელს მაგალითად წასვლა, ბავშვს უწევს ხოლმე დიდი დროის გატარება არა, ვთქვათ, ოჯახში აი ერთიან მშობლებთან, არამედ ხო იგივე ბებიებიც, კი ბატონო. როდესაც ჩვენ ვახსენეთ მიჯაჭვულობის აქტიური პერიოდი, აქ მნიშვნელოვანია, რომ მიჯაჭვულობის ობიექტი იყოს ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამ უსაფრთხოების განცდას აჩენს და მხარდამჭერია. შესაბამისად, ეს როლი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება აიღოს, მათ შორის ბაბუამ, ბებიამ, ოჯახის სხვა წევრმა, მაგრამ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ეფექტურად და მარტივად ხდება ეს მშობლებთან. იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. საინტერესოა კიდევ ერთი რამ, აი დროის სიმცირე დღევანდელობაში ხო, დედებიც მათ შორის განვიცდით იმას, რომ არასდროს გაქვს საკმარისი დრო შვილთან ურთიერთობისთვის. აი ამ რაღაც აურზაურში რა შეიძლება იყოს ეფექტიანი, ვთქვათ, კვირაში ერთი დღის გატარება და სრულად შენს შვილთან თუ ყოველდღიურად რაღაცა დოზით რომ იყო ჩართულობა. ზოგადად სასურველია, რომ ჩართულობა რაც შეიძლება დიდი დროის განმავლობაში იყოს შვილთან ურთიერთობაში. აი ეფექტური ჩართულობა რას? ეფექტური ჩართულობა შეიძლება იყოს თუ არ ხერხდება მცირე დროით, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორად გაკეთებული. რას ნიშნავს სწორად გაკეთებული? ბავშვს ესაჭიროება ადამიანი, რომელიც მას უსმენს. მის საჭიროებებს იაზრებს, მის ემოციურ მდგომარეობას აღიქვამს და შესაბამისად პასუხობს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად კულტურალურად რიგ შემთხვევაში გავრცელებულია, რომ რაღაც ბავშვს სჭირდება მკაცრი მოპყრობა ან რაღაც ასეთი, ასე ვთქვათ, კონკრეტული წესები, რაც არსებობს, მაგრამ ეგრე არ არის. ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა, ბავშვს სჭირდება მისი ემოციების გაზიარება, მოსმენა და იმის განცდა, რომ მე ამ ადამიანთან ვარ უსაფრთხოდ. ზოგჯერ ჩვენ ყველას, მით უფრო ბავშვობის ასაკში გვჭირდება, რომ გვისმენდნენ. და აღვიქვამდნენ ისევე, როგორც ჩვენ გვინდა. და რა ისე თანასწორად, თუნდაც შეიძლება თანასწორად არ იყოს, მაგრამ განცდა იმისა, რომ მე ეს ადამიანი მიგებს, ეს ადამიანი არის ის ადამიანი, ვისაც მე შემიძლია მივიდე, ჩემი ასე ვთქვათ, ემოციები გაუზიარო, ჩემი შეხედულებები გაუზიარო და ეს ადამიანი მე მხარს დამიჭერს, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე. ბავშვს არ აზიანებს, ასე ვთქვათ, სიყვარულს და სითბოს გამოხატვა. ბავშვს აზიანებს, როდესაც ასე ვთქვათ, მისი ემოციები, მისი მდგომარეობა უგულებელყოფილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჩამოუყალიბოს სწორი მოლოდინები, რა იგულისხმება მაშინ. მან უნდა იცოდეს, რომ რაღაც წესები არსებობს გარემოში და მე კონკრეტული მოლოდინები მაქვს, რომ აი ესე მომეპყრობიან. თუ ეს ორაზროვნება არსებობს, ნახეთ ორაზროვნებაში რა იგულისხმება. ყველა ისე რომ არ ეპყრობა როგორც მშობელი, ანუ მე ეს ბავშვის საზოგადოების ნაწილი რომ ხდება. გადამწყვეტი არის იმ გარემოში, სადაც მშობლები არიან და მე ვსწავლობ, ნახეთ, ნებისმიერ გარემოში დასწავლილი უნარი ან ქცევა გენერალიზდება სხვა გარემოში, ანუ სხვა გარემოშიდაც ვიწყებ ამის გამოყენებას, ხო? შესაბამისად ვსწავლობ მე ჩემს მშობლებთან ამ ურთიერთობების მოდელს და შემდეგ უკვე განვავრცობ ხოლმე სხვა ადამიანებზე. დიფერენცირებასაც ვახდენთ. რა თქმა უნდა, ბავშვები ძალიან ყოჩაღები და ჭკვიანი არსებები არიან. გასაგებია, რომ თქვათ სითბო, სიყვარული, ზრუნვა, უსაფრთხოების განცდა ვახსენეთ ძალიან ბევრჯერაც, ნუ თავისთავად აუცილებელი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და ხო, დედაც და მამაც ეს ის მთავარი ფუნდამენტია, რომელიც არც ერთ ვითარებაში და არანაირ დაბრკოლების პარალელურად არ უნდა გამოვაცალოთ ხოლმე ჩვენს შვილებს, მაგრამ მე მაინტერესებს აი ბავშვის ზრდაგან ვითარებასთან ერთად თქვათ, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ იმ შემთხვევაში, თუ მამის როლი არ არის შვილის ცხოვრებაში. ხო, აი თუნდაც 6 წლის შემდეგ თქვენ პარტნიორის შერჩევა ახსენეთ. აი გოგონების შემთხვევაში რა საფრთხეები დგება და ბიჭების შემთხვევაში თქვათ რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ? თითოეულ შემთხვევაში ეს სირთულეები შეიძლება იყოს ინდივიდუალური. თუმცა გოგონების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ის, რომ მე ვერ დავინახე ის სწორი მოდელი, როგორც აღნიშნეთ,
როგორი უნდა იყოს, თქვათ, მამაკაცის მოდელის მქონე ადამიანი. ეს აქ არ იგულისხმება რაღაც მამაკაცრობა მასკულანობის თვალსაზრისით, უბრალოდ ქცევის და მოპყრობის თვალსაზრისით იგულისხმება. ბიჭების შემთხვევაში არ მაქვს მე მოდელი როგორ უნდა მოვიქცე, თქვათ, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა გადავჭრა პრობლემები, როგორც მოიხსენებათ ქალბატონები და მამაკაცები რაღაც ტიპის პრობლემების გადაჭრას განსხვავებული მეთოდით უდგებიან ხოლმე. და ორივე მეთოდი რაღაც სიტუაციაში ეფექტურია, თუმცა თავისი მინუსებიც გააჩნია, ხო? თუ ქალბატონების შემთხვევაში უფრო ეს დიპლომატიური, უფრო მეტად ასე ვთქვათ, კომუნიკაციაზე დამყარებული მეთოდებია, მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ხისტი მეთოდები. აქ საუბარი არ არის რაღაც ვთქვათ ძალადობაზე, ან რაღაც ტიპის მაზოხისტურ მეთოდებზე ხო, არა, აქ არის საუბარი, ასე ვთქვათ, კონკრეტულ სწრაფ მოქმედებაზე, რომელიც უფრო მეტად ახასიათებს ამ სქესს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი სქესისთვის დამახასიათებელია, ეს გადანაწილებულია, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ, რაოდენობრივად რომ ვთქვათ, გამოკვეთილია ეს ნაწილი. ამიტომ ეს მოდელები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდან მე აღვიქვა. და ზუსტად ის თქვენ რაც ახსენეთ, რომ გარემოში მე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვიყენო, რაც მე დავისწავლე სახლის გარემოში და ამის მიხედვით ვიმოქმედო. ხშირად გაგვიგონია, რომ მამის ავტორიტეტს ოჯახში ქმნის დედა და პირიქით, მამა ქმნის დედის ავტორიტეტს. იცით რა მაინტერესებს, რას აქვს უფრო მეტად მნიშვნელობა? მაგალითად, როგორ ვსაუბრობთ ჩვენ ბავშვთან მის მამაზე? რას ვაჩვენებთ? ხო, აი, საუბრით რას ვეუბნები, თუ ქმედებებია, ხო, უპირატესი. რეალურად თავად რას ხედავს, იმიტომ რომ არსებობს თქვათ უამრავი ოჯახი, რომელიც ცალ-ცალკე ცხოვრობს და აი ეს რაღაცა წყვილებს შორის წყენა თითქოს ძალაუნებურად გადადის ხოლმე ხან და ხან შვილებზეც და რა არის მნიშვნელოვანი? მადლობა ღმერთს, რომ ამაღლდა ეს ცნობიერება და პასუხისმგებლობას ბავშვების მიმართ უფრო გრძნობთ ვიდრე პარტნიორების და ეს ტენდენცია მომწონს. ძალიან კარგი კითხვაა, თეო. ანუ აქ რამოდენიმე ფაქტორია. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ბავშვი სწავლობს მიბაძვის და მოდელირების გზით. მთავარი სწავლის, ასე ვთქვათ, უნარი, მეთოდი ბავშვებისთვის არის მე ვხედავ და მე ვიმეორებ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ქცევებს. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობლები, მეუღლეები არიან ორიენტირებული თანამშრომლობაზე, სწორ კომუნიკაციაზე, ის ამას დაისწავლის და აღიქვამს როგორც ნორმას. თუ მშობლები აჩვენებენ ამას ქცევით, საუბრით, ну საუბარი შეიძლება იგივე ქცევის, ასე ვთქვათ, ფორმატ წარმოვიდგინოთ, ამიტომ ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს მეორე ფაქტორი, რომ შეიძლება მშობლები რაღაც სიტუაციაში ვერც კი იაზრებდნენ, თუ რამხელა გავლენა აქვთ მათ ქცევას ბავშვებზე. თითქოს აღქმული იყო უფრო ძველ პერიოდში და ეხლაც რაღაც ხარისხით, რომ ბავშვებს ისეთი ემოციები არ აქვთ, როგორც ზრდასრულებს ბავშვები ისე კარგად ვერ აღიქვამენ, მაგრამ ზუსტად ისეთივე ემოციები აქვთ, ზუსტად ისეთივე კარგად აღიქვამენ, უფრო მეტად შეიძლება აკვირდებოდნენ ამ კომუნიკაციურ ნიუანსებს და რა თქმა უნდა, უფრო მეტად განიცდიდნენ. იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, მშობლები ბავშვისთვის არიან უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, გარანტორები და თუ მე ვხედავ, რომ ეს ჩემი უსაფრთხოების გარანტორები რაღაც ტიპის შფოთვაში იმყოფებიან, რაღაც ტიპის კომუნიკაციის სირთულეებში იმყოფებიან, ჩემი შფოთვა მომენტალურად იწყება და მომენტალურად მატულობს. და ეს თუ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მე მიყალიბდება, ასე ვთქვათ, ესეთი ლაბილური ფსიქოტიპი, როდესაც მე რაღაც მცირე სიტუაციებშიც კი სხვა გარემოში, ასე ვთქვათ, შფოთვით რეაგირებას მივცემ. ისე სხვა ჩერს ახლა რაზე დავფიქრეთ, იცი რომ დისკრიმინაციაზე ხო ბევრი მიმართულებით ლაპარაკია ქალებისთვის ახლა ეს მტკივნეული თემა, მაგრამ დისკრიმინაციის ერთ-ერთი სხვა შორის საკითხი უკავშირდება ზუსტად ამ გაშორებულ მშობლებს. აი, ჩემი მეგობრის მაგალითი გამახსენდა, ეს ბავშვი, როდესაც უკვე მისი გათხოვების პერიოდი დადგა, ესეთი ფრაზა წამოვიდა, რომ ის არ უნდა მოიყვანო ცოლად, იმიტომ რომ ის არ არის მამის გვერდზე გაზრდილი და მან კარგად არ იცის, რას ნიშნავს კაცი. ამიტომ ის არ იქნება კარგი რძალი და ის ბავშვობიდან ისე ჩამრჩა ეს გონებაში, რომ მივხვდი, რომ ესეთი ადამიანები შეიძლება არსებობენ და ესეთი ბავშვები შეიძლება ვთქვათ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ და დაიჩაგრონ და რაღაცნაირად ხო გაირიყნო ხოლმე. სწორედ აღნიშნე შენ ცნობიერების საკითხი და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი საუბრებიც. ნამდვილად ამაღლებას დამთავრდა. პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად იყოს საუბარი ამ თემაზე. თაობებთან ერთად იცვლება
სოციალური ნორმები რაღაც ხარისხით, ну ძირითადი მაინც იგივე რჩება, მაგრამ იცვლება ასევე ის მოქმედების სტილი და წესი, როგორც მოქმედებთ ჩვენ. წინა თაობებისგან განსხვავებით, ბევრი პოზიტიური ცვლილებაა. თუმცა ჩვენი მშობლების შვილები ვართ, ჩვენი მშობლების მოდელირება, ასე ვთქვათ, მოვახდინეთ და გვინდა თუ არ გვინდა გავლენას ახდენს. ამიტომ თითოეულ მშობელზეა საუბარი, უნდა ჩაიხედოს თავის თავში, თავის გულში და უნდა გადაწყვიტოს რა ჯობია მისი შვილისთვის, რა ჯობია იმ კომუნიკაციისთვის, რომელიც მას თაკუთარ შვილთან აქვს. კეთილი მადლობა.